აი დიმიტრი ხვაჭერიშვილის საქმე არის მართლაც უპრეცედენტო, დაურეკეს და უთხრეს, რომ მოთარ ფარცხალაძეს სჭირდება საკუთარი იარაღების უკანონოდ რაც აქვს იმ იარაღების გაფორმება. და მას ეუბნებიან, რომ ამ ყველაფერზე არ უნდა ისაუბრო. მეორე დღეს ურეკავენ და ეუბნებიან, რომ შენ დაგიჭერე. ამ ზარიდან 5 დღის შემდგომ დიმიტრი ხვაჭერიშვილს იჭერენ. ადამიანი, რომელიც არის მარიხუანას პლანტაციების ძალიან დიდი მფარველი და პატრონი და ეს ადამიანი ჩნდება მთავარ მოწმედ დიმიტრი ხვაჭერიშვილის საქმეში. დაავალა ოთარ ფარცხალაძე მგელა ქურდაძის სახელით, მითხრეს, რომ მათ ნიკო კვარაცხელიძეს მკვლელობა დაუკვეთა ძმება კაკულიევმა. ეს მტკიცებულებები წლების განმავლობაში ედოს ადგილს, ედოთ აროსი. მოყვნენ სახელებითა და გვარებით, ეს სახელები და გვარები გაქრა სამმართველოში მისულზე. ფაქტი არის, რომ ადამიანი სასტიკად მოკლეს და მოტივი არ არსებობს. ახლა მთავარია დასადგენია, ვინც ეს ყველაფერი დამალა ამ წლების განმავლობაში, იმათ რა მოტივი ჰქონდათ. და მიდიხარ სავარაუდოდ იმ პიროვნებასთან, რომელიც დგას არაერთი სისხლის სამართლის საქმის სათავეში, ოთარ ფარცხალაძესთან. რა ახალი გარემოებები აღმოჩნდა საქმეში? აი ეს ვერ გვანახა პროკურატურამ. ქვეყნის ყოფილი გენპროკურორი ბრალდებულია შეკვეთა მკვლელობაში. ყველაზე დიდი უსამართლობის შემოქმედი არის თავად პროკურატურა და თავად სასამართლო. გამარჯობა მეგობრებო, ეთერშია გადაცემა აპოლიტიკური კოდო YouTube პლატფორმაზე. მისმინე, გამოიწერეთ ჩვენი არხი YouTube-ზე, გამოყვით Facebook-ზე, TikTok-ში და სხვა სოციალურ ქსელებში. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ გახმაურებულ კრიმინალურ საქმეზე, ადვოკატ თორნიკე მიგინეიშვილთან ერთად და თქვენი დასაცავი პირი არის დიმიტრი ხვაჭერიშვილი, წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი და ეს საქმე გადახლართულია ფარცხალაძესთან, აჭარის მთავრობის დღევანდელ ხელმძღვანელ თამაზაშვილთან და საბოლოო ჯამში მივყავართ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმეა პრინციპში ამ უახლოეს 5 წლის ესე ვთქვათ. თუმცა უნდა ითქვას, რომ გახმაურებული საქმეები და მკვლელობები სამწუხაროდ ჩვენ არ გვაკლია. ეგრე არის. მივესალმები თქვენს მაყურებელს, ვიცავ დიმიტრი ხვაჭერიშვილის ინტერესებს, რომლის პატიმრობაში ყოფნაც და ეს მიზეზები ბევრ სხვადასხვა საქმეს უკავშირდება, მათ შორის ბევრ სხვადასხვა პიროვნებას და მათ შორის იმ ადამიანებს, ვისი სახელი და გვარებიც უკვე ჩამოთვალეთ თქვენ. შენ ამბობდი გადაცემა და ისედაც გადაცემისთვის მასალებს მომზადებით, შემოვიდი, რომ ეს საქმე არაფერში არ ჩდება რა, ანუ იმდენად რაღაცნაირად ხელოვნურად შეკერილი შესაძლებლობას ტოვებს და არის კიდევაც და ანუ ჯერ თავად საქმეზე რომ მოვიყვეთ და მე გადავიდეთ უბრალოდ დანარჩენ პირებთან, მოქმედ გმირებთან ერთად რა კავშირი აქვს. ხო, დღეს სამწუხაროდ და უკანონო გადაწყვეტილებები არ გვიკვირს, მაგრამ ამ უკანონო გადაწყვეტილებებს აქვს რაღაც ჩარჩოები ამასაც კი გააჩნია, მაგრამ აი დიმიტრი ხვაჭერიშვილის საქმე არის მართლაც უპრეცედენტო და აი დღეს რასაც ვამბობთ ჩვენ არაერთ საქმეზე, რომ აი ეს არის სამაგალითო დასჯის იდეალური ვერსია, აი ეგეთი არის ზუსტად დიმიტრი ხვაჭერიშვილის საქმე. იმიტომ რომ რეალურად საქმე ეხება ადამიანს, რომელსაც დაურეკეს და უთხრეს, რომ ოთარ ფარცხალაძეს სჭირდება საკუთარი იარაღების უკანონოდ რაც აქვს იმ იარაღების გაფორმება, ისე რომ ის იყოს კანონიერი. ან სჭირდება მისი ჩამოწერა ნაწილის, საუბარია 35 იარაღზე, საიდან 30 უნდა გაფორმებულიყო, 5 უნდა ჩამოწერილიყო. და ჩამოწერილიყო როგორ? ჩამოწერას ეხება, აი სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას ასეთ დროს, მიდიხარ შე როგორც დიმიტრი ახსნა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ეს არაერთხელ გავუკეთებია ზოგადად კანონიერების ფარგლებში. შენ თუ განაცხადებ, რომ მე დავკარგე იარაღი და შეიძლება მართლაც მოხდენ, ან მოგპარონ, ან რაღაც დაიმართოს არ ვიცი იარაღს, მაგრამ გაქვს მისი საბუთები და ყველაფერი. მოდის შენთან შემდგომ არწესრიგის ოფიცერი, ის დაასურათებს მაგალითად ადგილს, სადაც შენ გქონდა ეს იარაღი, ან სავარაუდოდ გარემოებას, სადაც დაკარგე ეს იარაღი. მერე დაიწყება სისხლის სამართლის საქმის აღძრვა.
მოიკვლევენ ამ დოკუმენტების ესეთ პასუხად რა იარაღზე არის ზოგადად საუბარი, სადმე ძებნაში ხო არ არის ეს იარაღი, ან რაიმე დანაშაული ხო არ არის ამ იარაღის შედეგად, იმიტომ იქ ხო ბალისტიკური ასე ვთქვათ ექსპერტიზა ტარდება, იქ გასროლილი ხომ არის ამ იარაღის შედეგად პირველი სატესტო ტყვიები და ეს ინახება დიდი ხნის განმავლობაში. ეს მოკლება, როდესაც გაკეთდება და უკვე აღმოჩნდება, რომ ამ იარაღით არ არის არაფერი ჩადენილი დანაშაული და აღმოჩნდება, რომ იარაღი მართლაც არ არის, მაგრამ დოკუმენტები გაქვს შენ, ასე დროს უკვე ეს იარაღი დაკარგულად ითვლება და ჩამოეწერება. თუმცა ის სისხლის სამართლის საქმე, რომელიც აღიძრება იმისთვის, რომ ეს იარაღები იპოვნონ, ის რჩება ისე, იმიტომ რომ რაღაც დროს აქვთ ვარაუდი, რომ იპოვნიან. ასე უნდა მომხდარიყო წესი და 2019 წლის იარაღებთან დაკავშირებითაც ყველაფერი, მაგრამ აქ თავარი მოთხოვნა იყო, რომ ფარცხალაძეს სურდა ამ იარაღების ისე ჩამოწერა, რომ სისხლის სამართლის საქმე არ აღეძრათ. ანუ ამ სისხლის უნდა გამქრალიყო საერთო ყველა რეესტრი და ბუნებიდან უნდა გამქრალიყო აურთქლება. ეგრე გამოდის. ან თან დაიტოვებდა ფარცხალაძე. კი, ასე გამოდის. საკეთებლად ბუნებრივია ჩვენ არაფერს ხალხობრივი. ასე გამოდის, ანუ შინაარსობრივად ასეთი რამ არის სისხლის სამართლის საქმე, როდესაც აღეძრება და ამ ყველაფერს გაივლის ამ პროცედურებსაც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. ამის შემდგომ ის პოლიციის უფროსი ადგენს დოკუმენტს, რომ ჩვენ სისხლის სამართლის საქმე აღვწერით, აქ ვერაფერი ვნახეთ, ამ იარაღით არაფერი დანაშაული ჯერჯერობით არ არის ჩადენილი, ყოველ შემთხვევაში ასე არის ბაზაში შეყვანილი, რომ ამ იარაღით არ იძებნება რაიმე სახის უკანონო მოქმედება, შესაბამისად ჩვენ გავცემთ ცნობას, რომ იარაღები ნამდვილად არის დაკარგული. ეს ცნობა მიდის შემდგომ მომსახურების აგენტოში, აი ქავთარაძეზე ეგრეთ წოდებული ასე რომ არის ცნობილი. კი, მომსახურების აგენტოში მიდის ეს და შემდგომ უკვე ხდება ამ იარაღების ოფიციალურად ჩამოწერა. ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი უნდა მომხდარიყო ამ ყველაფრის გვერდით ავლისთ. ანუ სისხლის სამართლის საქმე არ უნდა აღეძრათ, ეს ადგილები არ უნდა დაეთვალიერებინათ, არ უნდა დაეგზავნათ სხვადასხვა განყოფილებებში ინფორმაცია და კითხვები, რომ ამ იარაღით რამე ხომ არ არის მომხდარი და ამის გარდა პასუხებსაც არ უნდა დაუდებოდნენ, ისე უნდა მომზადებულიყო დოკუმენტი, რომ კი ჩვენ ეს ყველაფერი ვაწარმოეთ და კი ეს იარაღები სუფთაა. აი ამას ითხოვდნენ დიმიტრი ქვაჭელიშვილისგან. რაზედაც მან განაცხადა უარი, იმიტომ რომ პირველი არის უკანონო მოქმედება და მეორე იმ ხელა გამოცდილება აქვს ამ ადამიანს უკვე მუშაობის პოლიციაში, სისტემაში და ასე შემდეგ, რომ მან კარგად იცის რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამ უკანონო მოქმედებების შესრულებას. ამ ყველაფრის არ გაკეთების შემდგომ დიმიტრი ქვაჭელიშვილი ამაზე საუბრობს. ამან საუბრობს შიდა წრეში. და მას ეუბნებიან, რომ ამ ყველაფერზე არ უნდა ისაუბრო. მეორე დღეს ურეკავენ და ეუბნებიან, რომ შენ დაგიჭერენ. ნუ რა თქმა უნდა გასაკვირია ხა, რატო უნდა დაიჭირო ადამიანი, როდესაც მას არაფერი ჩაუდენია. სუსტად ამ ზარიდან 5 დღის შემდგომ დიმიტრი ქვაჭელიშვილს იჭერენ და ნუ პროცესების შემდგომ უკვე მას 15 წელს უმაღლეს საჯელს უსჯიან. ეს ზარი ვისგან განხორციელდა შეიძლება? ეს ზარი, კი, ეს ვისგან განხორციელდა, ეს არის გელა ქურდაძე. გელა ქურდაძე ეს არის უშუალოდ დიმიტრის უფროსი და სხვადასხვა ეს არის პიროვნება, რომელიც დიმიტრიმ ასევე დაასახელა ნიკო კვარაცხელიას საქმეში, როდესაც წყანთის პოლიციაში მაღალი თანამდებობის პირები მივიდნენ, მათ შორის იყო გელა ქურდაძეც. და რას წარმოადგენდა თავად პატანი გელა შემთხვევაში? სამმართველოს უფროსი იყო მაშინ უშუალოდ. ანუ ქალაქის სამმართველოს უფროსი, მთავარი სამმართველოს. დღესაც როგორც ვიცით, სისტემის მაღალ თანამდებობაზე არის კი. თუმცა უშუალოდ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომელ თანამდებობას იკავებს, ასე არ იძებნება სამწუხაროდ. ამის შემდგომ უკვე იწყება სისხლის სამართლის საქმის შეკერვა. ჩნდება მოწმე, ვინმე რუსი ეროვნების პიროვნება, რომელიც არის 4ჯერ ნასამართლების სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის 3ჯერ ევროპულში და 1 აზიურში. ადამიანი, რომელიც არის მარიხუანას პლანტაციების ძალიან დიდი მფარველი და პატრონი. ბარიგა. კი, აზიურ ქვეყნებში, კი, ნუ ასე რომ დავარქვათ, ეგრე გამოდის, კი. ადამიანი, რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი ფსიქიკური პრობლემები, ამდენჯერმე არის დაწული საავადმყოფოში ამ პრობლემისგან თავის დაღწევის მიზნით. და ეს ადამიანი ჩნდება მთავარ მოწმედ დიმიტრი ქვაჭელიშვილის საქმეში. დაზარალებული. რომ გავამარტივოთ სიტუაცია, ანუ ეს არის ადამიანი, რომელსაც ზემოქმედებას და რომლის საკუთარ კონტროლ ქვეშ მოქცევაც მარტივია, ხო? კი, ძალიან მარტივია. პირობითად ჩადებაც არაფერს არ ჭირდება. არა, ხო, ეს არის ადამიანი,
სისხლის სამართლის საქმიდან და მისი ჩვენებებიდან წამოდგეთ ახლა მე რომ რაღაცა ინტერპრეტაციას ვახდენდე, რაღაცას უმატებდე, ეს კიდევ სხვა საკითხი იქნება. ეს ადამიანი მოდის და ამ ყველაფერს ამბობს სასამართლოშიც, რომ კი მე ეს მაქვს, კი მე ამას ვაკეთებდი, მე ნარკოტიკსაც მოვიხმარ, მე სადაც მინდა იქ ტყუილსაც ვიტყვი, თუ საჭიროა იქ ტყუილს არ ვიტყვი, იმიტომ რომ მე ვიცი უკვე როგორ უნდა ვითანამშრომლო გამოძიებასთან. შესაბამისად, როცა ამ ყველაფერზე საუბრობ ასე ცალსახად, მინიმუმ ამ ადამიანის არც ჩვენება და არც საუბარი არ არის გასათვალისწინებელი, მაგრამ ამ ყველაფერს მიუხედავად ამ ადამიანის ჩვენების საფუძველზე და ეს არის ერთადერთი პირდაპირ მტკიცებულება, რაც საქმეში დევს, 15 წელიან უმაღლესი სასჯელი აქვს მიჯელი ამ ადამიანს. და პარალელურად არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ეს პიროვნება ამბობს, რომ დიმიტრი ქვაჭრელიშვილმა მე მომთხოვა ქრთამი. და ქრთამი მომთხოვა იმის სანაცვლოდ, რომ მას არ დავეჭირე და ჩემთვის ნარკოტიკი არ ჩაედო. კითხვაზე რომ ნარკოტიკი როგორ უნდა ჩაედო, თქვა რომ დიმიტრი ქვაჭრელიშვილმა შემოიტანა ოთახში 3 პაჭკა ნარკოტიკი და მითხრა რომ ახლა შენ თუ ფულს არ მომცემ, ამას ჩაგიდებ. და მე ფული მივეცი და მე ნარკოტიკი საწავიდა, კითხვა რა თქმა უნდა ლოგიკურია და ნარკოტიკი მე გამასინჯა ამ ადამიანმა, სრულად დაყარა მაგიდაზე, ის მე შევისუნთქე, სხვადასხვა არ იყო კარგი ნარკოტიკი ამბობს და მეორე დღეს ეს ადამიანი მიდის ექსპერტიზაზე, უტარებენ მას შემოწმებას და არც ერთი სახის ნარკოტიკი ამ ადამიანის ორგანიზმში არ აქვს. ასეთი ადამიანის ჩვენებაზე არის დაჭერილი დიმიტრი ქვაჭრელიშვილი. და შესაბამისად, რომ შევკრათ ახლა წრეს რაღაცნაირად, როცა ასეთ სისხლის სამართლის საქმეს იწყებ, მე ასე აწარმოებ და ბოლოს ამაზე უმაღლესი სასჯელი განაჩენს ამყარებ, რა თქმა უნდა, აქ უნდა ეძება უკვე სხვა რაღაც мотиваცია, რომელიც შეიძლება ან სასამართლოს, ან ვინმე მაღალი თანამდებობის პირ შეიძლება ქონოდა მაშინ. ნუ ხო ბუნებრივია ახლა როგორ შეიძლება ნარკოტიკები გასინჯო და სისტემა სხეულში კვალი არ იყოს მეორე დღეს. მეორე დღეს თან. თუ მაგას ლუდი რო დალინო დღეს მაგის კვალი იქნება მეორე დღეს, ხო? ეგ სისულელია და ანუ ამ ადამიანის ჩვენების გარდა კიდე დავუშვათ რა არსებობს საქმეში და რას ეყნობა გასაგებია ამ ადამიანის ჩვენება, სხვა? ამ ადამიანის ჩვენების გარდა ეს ადამიანი უყვება ამ ისტორიას ორ პიროვნებას. ერთი პიროვნება არის მისი მეზობელი და ერთი ადამიანი არის სუსის თანამშრომელი. რატომ უყვება ეს რაღაცი? ყოველდღიურ ცხოვრებაში ეგეთ ამბებს მაინც და მაინც არ უყვებით. ხო, ნუ ყვება რომ ცირა გუშინ წყნეთის პოლიციის უფროსთან მიყავ და რაღაც გავიყონოს ნახე ამას ხო. არა, ნუ ყვება ისტორიას თვითონ ასე აღწერს, რომ დახმარება მჭირდებოდა, არ ვიცოდი ვისთვის უნდა მიმემართა. და ჩვეულებრივ შემთხვევით ხალხს მიანდ. და მეზობელს მოუყვა ეს ისტორია და ნუ ასე აღმოჩნდა, რომ ის მეზობელი იყო სუსის თანამშრომელთან ერთად. და ამ სუსის თანამშრომელმა შემდგომ ეს ყველაფერი შეატყობინა გენინსპექციას და გენინსპექციამ უკვე წაიყვანა ეს ადამიანი და მას უშველეს, ასე რომ ვთქვათ. შესაბამისად არ ვიცი ალბათ ზღაპარიც ვერ დაიდგმება ასეთი მარტივი სიუჟეტით, იმიტომ რომ არათუ რაღაც სისხლის სამართლის საქმე შეიკერება. წარმოუდგენელი ადამიანს უბრალოდ ასე мотиваციის გარეშე მოუნდეს ვიღაცისთვის ამ ინფორმაციის გაზიარება, მან არ იცოდეს რომ უნდა მიმართოს პოლიციას, მან არ იცოდეს რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, მან არ იცოდეს რომ სჭირდება რაიმე სახის მტკიცებულება მაინც, ან დახმარებისთვის მინიმუმ მიადგეს პოლიციას მეორე დღესვე დილიდანვე, არ ვიცი როცა ამბობს რომ მაგალითად ადვოკატთან არ დამანეკინეს და ქრთამთან ერთად ამავე დროს უფლებამოსილების გადამეტებითაც აქვს უმაღლესი სასჯელი დიმიტრის 5 წელი. მინიმუმ გამოსულზე არ დაურეკოს ადვოკატს, მეორე დღეს არ დაურეკოს მსგავსი ფაქტები არ არსებობს. შესაბამისად, როცა ამ ყველაფერს ვხედავთ, რა თქმა უნდა, მივდივართ სადღაც, სადაც არის мотиваცია დამალული. და ეს мотиваცია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მოსაზრებით არის სწორედ ის არ შესრულებული დავალება, რომელიც დაავალა ოთარ ფარცხალაძემ მგელა ქურდაძის სახელით. და ამის შემდგომ უკვე იყო ის ერთი ზარი, რომელთაც უთხრეს, რომ არ უნდა გესაუბრა ამ საკითხზე, თუნდაც ვინმე გამომძიებელთანაც კი, იმიტომ რომ ამას მოყვება შენი დაპატიმრება და დატყვევა ძალიან დიდი ვადით. და კითხვაზე პასუხი რომ რანაირად არც მტკიცებულებები არსებობს, არც რაიმე საქმე არსებობს, არც დაზარალება როგორ, ვის აინტერესებს დღეს მტკიცებულებები. ეგ იყო პასუხი. ეგ ვის აინტერესებს? ხო, ეს ყველამ ვიცით რეალურად უკვე დღეს მტკიცებულება არავის აინტერესებს, მაგრამ
ну მაინც ალბათ როცა საკუთარ თავამდე მივა საქმე მან ეგრე არ ფიქრობ ალბათ და რაღაც იქ ალბათ ფიქრობ როგორ ახლა მტკიცებულების garaშე რანაირად ну ახლა მაინც ალბათ გჯერანების ეს სისტემაში რომ თქვა აბსურდზე არ დაგიჭერენ რა ანუ სტალინური რეპრესიების დროსაც ხალხს ჯეროდა რომ აი რაღაც სისულელეზე არ დაიჭერდათ ну მაგრამ გასაგებია ხა სამწუხაროდ ეგ კონტექსტი გასაგებია და ამ მტკიცებულების გარდა მოკედ რომ დაუსწროთ ამ საქმეში არაფერი არ დევს. არა. ამ მტკიცებულების გარდა არის, ну რა თქმა უნდა, არის იქ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებული, მაგრამ მე ვგულისხმობ ისეთი მტკიცებულება, რომელიც შეიძლება რამეს ადასტურებდეს, ადამიანს ვასდებენ ქრთამის აღებაში. კი. ხო? კაი. და ну უფლებების გადამეტებაში. მინიმუმ რავი ან ტრანზაქციები, ან უეცად გამდიდრდა საქართველოს ისტორიაში უახლოეს ისტორიაში ამ 14 წლის განმავლობაში გვაქვს შემთხვევები, როდესაც დეპუტატების, მინისტრების, მინისტრის მოადგილეების შვილებს, ცოლებს, ნათესავებს აღმოაჩნდათ ძალიან ესეთი სპეციფიური და ყველა სხვა ჩვეულებრივ მოკვდავზე აღმატებული ნიჭი ბიზნესში. უნიჭიერესი ბიზნესმენები არიან, ანუ გაცილებით უფრო სწრაფად უღებენ ალღოს ყველანაირ ბიზნეს, ძალიან წარმატებულები არიან, ანუ მილიონებს აგროვებენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში რა ხდება? ქვაჭრაის შვილს ან მის ნათესავებს აღმოჩნდეთ რამე ნიჭი, რომელიც მტკიცდება საბანკო ანუ მე მესმის რა ძალიან კარგად ხვდები პირობითად თამაშის წესებს, რომ არავითარი წესები არ არსებობს და რავი შეიძლება შეიკერონ და ამ შემდეგ, მაგრამ რამე რასაც შეიძლება ეს ყველაფერი დაფუძნებოდეს. რეალურად ეგ არის ამ საქმის მთავარი ამბავი, რომ არ არსებობს რაიმე საფუძველი. აი ყოველთვის მიჩნდება ხოლმე როგორი განცდა იცით, რომ მინდა რომ საქმეს იცნობდეს ყველა. და რატომ? იმიტომ რომ აი მაინც ადვოკატი ასოცირდება როგორც სუბიექტური ადამიანი, იმიტომ რომ ის შეიძლება რაღაცებს სხვანაირად აჩვენებს. ანუ რეალურად ეს არ არის ის საქმე, სადაც შენ გჭირდება რამე სხვანაირად აჩვენო. იმიტომ რომ აი როგორ რაღაცებს წერს გადაწყვეტილებაში მოსამართლე იცით, რომ მოვიდნენ ადამიანები პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც იმ დღეს იმყოფებოდნენ წყლეთის განყოფილებაში, 4 მოწმე მოვიდა და ამბობს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. მსგავსი ფაქტი საერთოდ არ ყოფილა, იმიტომ რომ ეს ადამიანი მოვიდა თავისივე ფეხით, თვითონვე ისაუბრა თანამშრომლობაზე იყო საუბარი, იმიტომ რომ ცნობილი პიროვნება იყო ეს ნარკოტიკებთან მიმართულებით, ახლო ურთიერთობა ჰქონდა, კი და სხვა ადამიანებს, ვისაც იჭერდნენ, ყოველთვის ამბობდნენ ისინი, რომ ჩვენი ნარკოტიკი არაფერი არ არის, რაც აი ამ პიროვნებას აქვს. რეალურად ეს პიროვნება იყო ალბათ მთავარი ხაზის შემოქმედი ამ ნარკოტიკების მიმართულებით. და სხვილი კი და მისი მეტიც მისი საზღვრის კვეთებიც რომ ნახოთ და ვინმე შეამოწმოს ეს ადამიანი კვირაში დაახლოებით 2-ჯერ მაინც გადიოდა რუსეთის საზღვარზე და შემოდიოდა დაახლოებით 40 წუთში. უფრო მარტივადაც რომ ვთქვათ, ანუ გადავიდა, აიღო, გავამარტივოთ და გადავიდა, აიღო და შემოვიდა. დაახლოებით ეგრე გამოდის, იმიტომ რომ ძალიან სწრაფად გადაირბინა, გადმოირბინა. ხო, ცალკე ახლა რავი საზოგადოება მიხვდეს იმისთვის, რომ შენ საზღვარზე გადახვიდე 40 წუთით და გადმოხვიდე, ანუ ყველაფერი ჩაადიო 40 წუთში, რა რესურსი გჭირდება? ან ვისი რესურსი გჭირდება? როგორ უნდა გქონდეს დალაგებული და ჩაწყობილი, პირდაპირ ვილაპარაკო. როგორ უნდა გქონდეს დალაგებული და ჩაწყობილი თემა, რომ ერთმა საზღვარმა გაგიშვას, მეორემ შეგიშვას, მეორემ გაგიშვას და ამ პირველმა შეგიშვას უკან, ისე რომ ზედმეტი კითხვის ნიშნები არავინ არ დასვას, იმიტომ რომ ელემენტარულად საეჭვო 40 წუთი რა გინდოდა, რა გააკეთო. არა ერთჯერადად, ეს აკეთო დაახლოებით კვირაში მინიმუმ ერთხელ და ხშირ შემთხვევაში ორჯერაც. ნუ მეშვიდე გადასვლაზე მაინც კითხვის ნიშანი ყოველს გაუჩნდება. რატომ დადიხარ? შეიძლება გადახვიდე აი 3 თვეს მოახლოებული ან 2 სპორტი ხო არა, გადაირბინა სპრინტი ხო არა? შესაბამისად ეს ადამიანი რა თქმა უნდა კითხვის ნიშნებს აჩენს, მაგრამ აი რატომ არ ვიცი რატომ შეარჩიეს ეს პიროვნება ან მართლაც მარტივი манипуляციების გამო. ყველაფერს თავი დავანებოთ. ადამიანი შემოსული არის საქართველოში ამ ფაქტამდე დაახლოებით 1 წლით ადრე 0 ქონებით, 0 ქეშით, 0 გადმორიცხვით. და აქ ჩნდება სუსტად 1 წელში ბინები, იქით გუდაურში, იქით ბათუმში, მანქანები, სადაც $2500 იხდის ქირაში, წყნეთში სადაც ცხოვრობს, ცალკე კვადროციკლები, დრონები, რომელსაც თვითონაც საუბრობს, რომ ძალიან ზვირადღირებული დრონები არის. ანუ
წარმოუდგენელი რაოდენობის ქონებას იძენს ადამიანი ერთ წელში და რა ვიცი მე თქვენც გითხავთ და ჩვენს მაყურებელსაც რა დრო დაგჭირდებათ თქვენ ან ნებისმიერ ადამიანს პატიოსანი შრომით რომ ეს ქონება ერთ წელში ანუ აი წარმოუდგენელი. უბრალოდ ეს რომელ წლებში იშოვა? რომელ წელს შემოვიდა? 2023 წელი არის დაახლოებით. 2023-ის დასაწყისი აი ეგეთ პერიოდი არის დაახლოებით. და ერთ წელიწადში აღმოაჩნდა უდეს ბიზნესი კი ბატონო. გასაგებ სად არის ახლა ეს პიროვნება? სავარაუდოდ რუსეთში, არა. ის როგორც კი სასამართლოში ეგრე ვიცი მე ჩემი დაცვის ან ჩვენება დატოვა და გაუშვეს. ჩვენება დატოვა, სასამართლოში ჩვენება მისცა და იმ დღიდან ამ ადამიანის კვალი არ არსებობს საქართველოში. ეს ქონებები და რაღაცები გაყიდა თუ ნაწილი გაყიდა. ნაწილი როგორც ვიცით, ისევ მის საკუთრებაში არის, მაგრამ ფლობელობაში რამდენად არის, ახლა გაყიდვის საშუალება მისცეს და მისმათ არავითარი პასუხისმგებლობა არ დამოკიდებულია. არა, ეს ადამიანი არის წასული სავარაუდოდ ალბათ ისევ რუსეთში, მეტიც სასამართლოშიც ამბობდა, რომ ისედაც იმდენ ქვეყანაში ვარ სასამართლები, ახლა აქაც პრობლემებს ვარ დავიმატებდი და აქაც ნუ გამასამართლებთ, მივდივარ მე. და როგორც კი ჩვენება მისცა, ეს ადამიანი წავიდა. მეცაც გეტყვით, ბელორუსიელი მეგობარი ყავდა, რომელიც მას შემდგომ ჩამოვიდა, რაც ეს ძალიან დამძიმდა და დაიწყო სმა რამდენჯერმე გამოსაჯამთებლად დაწვა კლინიკაში და აი როგორ ძიძასავით ალბათ ძიძასავით ყავდა ეს ბელორუსიელი მეგობარი რომელიც მუდმივად უვლიდა და ის ადამიანი სასამართლოში როცა დაიკითხა ისიც ამბობს რომ ერთადერთი ჩემი მოვალეობა საქართველოში ყოფნის დროს იყო რომ მე ამ ადამიანისთვის მეპატრონა იმდენჯერ იყო ცუდად რომ სასწრაფოსაც უძახებდი და ამის მთავარი მიზეზი იყო ალკოჰოლი დიდი რაოდენობით ალკოჰოლი. ნუ ახლა ალკოჰოლი იყო თუ სხვა მიზეზები ეგ ცალკე ამბავია, მაგრამ სამიზნე ეს მოწყვლადი გამზადებული ყველანაირად, ხო? ანუ ეგ გასაგებია. ეს არის რაღაც ნაწილი, რომელიც იკვეთება დიმიტრი ქვაჭრელიშვილის საქმესთან, ხო? უშუალოდ ანუ როგორ შედგა ეს საქმე და რა მტკიცებულებებს ეხება, თქო, შეიძლება მტკიცებულებები საერთოდ ეწოდოთ, მაგრამ სად მოდის უკვე სად იკვეთება ეგ ყველაფერი ფარცხალაძესთან და შემდეგ სულხან თამაზაშვილთან? ხო, პირველი რაც არის და მნიშვნელოვანი არის თვითონ პროცესი რა. პროცესი როგორ მიდის, იმიტომ რომ აქ ახლა ძალიან ბევრი დეტალია ასევე საქმეში, რომელსაც უბრალოდ ფორმატის კი არ გვყოფა რომ მოვყვეთ. მათ შორის შიგნით არიან გამომძიებლები, რომლებმაც რაღაცები დამალეს, გამომძიებლები, რომლებმაც შეეცადნენ რომ ვიღაცებისგან სრუჩენებები აეღოთ. ასევე ის რომ მაგალითად ანძები არ არის ამოღებული საქმეში, ახლა ელემენტარულია რომ მინიმუმ და ამოიღო შენი პიროვნებებისგან კონკრეტული ინფორმაცია, ვინ ვის ეკონტაქტებოდა და ასე შემდეგ. ანუ სრული უმოქმედობა. კონკრეტულ პიროვნებების გამოძიების ფაქტებში დიმიტრი შეუტანდა საჩივარს გენერალურ ინსპექციაში, ან მაგალითად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, ან გენერალურ პროკურატურაში და ერთი წელიწად ნახევრის განმავლობაში ეს საჩივარი უბრალოდ წინ და უკან დადიოდა. ანუ რას აღწერ ახლა, რომ როგორი მასიური იყო და როგორ ვიღაცას ჰქონდა ინტერესი, რომ შენ არც ერთი საქმე არ უნდა გამოიძიო დიმიტრი ქვაჭრელიშვილთან დაკავშირებით. და ასევე შენ არც ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი მის სასარგებლოდ არ უნდა მიუტანო სასამართლოს. შესაბამისად, როცა ამ ყველაფერს ხედავს ახლა ეს ადამიანი და იცის, რომ მისი დაკავების მთავარი მოტივი იყო ოთარ ფარცხალაძესათვის იარაღების არ გადაფორმება, იმ გზით რა გზითაც ამას ურჩევდნენ და სთხოვდნენ, ცალსახად ამ ყველაფერს უკავშირებს ვიღაცა მაღალი თანამდებობის პირებს. შესაბამისად, ოთარ ფარცხალაძე არის პიროვნება, რომელსაც უკავშირებს ეს ადამიანი თავის 15 წლიან სასჯელს, რომელიც არის სამაგალითო დასჯა. აქედან გამომდინარე, შემდგომ უკვე მოყვება პიროვნება, რა სისხლის სამართლის საქმე შეიძლება უკავშირდებოდეს კიდევ ამ ადამიანს. და ამ გახსენების პროცესში მას ახსენდება ნიკო კვარაცხელიას საქმე. ნიკო კვარაცხელიას საქმე და განსაკუთრებით მიმდინარე მოვლენები, როდესაც ხედავთ დაკავებულ ძმებ კაკულიებს, რომლებიც დიმიტრის მიაჩნია, რომ დაკავებულები არიან სწორედ და იმის გამო, რომ ნიკო კვარაცხელიას საქმის ერთ-ერთი დამკვეთები არიან, თუ არა მთავარი დამკვეთები. და ამ დროს ის იგებს, ჩემი დახმარებით გაიგო ეს ინფორმაცია, რომ რეალურად ეს ადამიანები, კაკულიები, ძმები საერთოდ არ არიან ნიკოს საქმესთან კავშირში და ამასთან დაკავებულები. იმიტომ რომ გამოძიება 5 წელს განმავლობაში არ ამბობს, რომ რაიმე სახის კვეთა მაინც არსებობს კაკულიებთან. ხო, ეხლა ხან გამოვიდა ეგ. კი, რეალურად როგორ გამოვიდა, რომ დიმიტრი ამბობს, რომ მე მგონია, რომ კაკულიები რადგან ციხეში არიან იმის გამო, რომ ისინი არიან მთავარი დამკვეთები და ასე ვთქვათ, მთავარი ხაზი იმისა, რომ
ნიკო კვარაცხელია მოეკლათ და მე ვეუბნები მას რომ არა დიმიტრი ეს ხალხის საერთოდ სხვა ფაქტის გამო არიან დაკავებულები და ამ დროს უკვე იწყებს დიმიტრი ჩემთან რაღაცა დეტალების გარკვევას და იმაზე საუბარს რომ როგორ როდესაც მე დავაკავე უშუალოდ ნიკო კვარაცხელიას მკვლელები კაველაძე და ჭელიძე ამ ადამიანებმა სიტყვით მითხრეს რომ მათ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა დაუკვეთა ძმება კაკულიებმა წარმოუდგენელი დააკავეს და ამიტომ კი თავად უშუალოდ დიმიტრიმ დააკავა ეს პიროვნებები შესაბამისად ამბობს რომ თორნიკე ზუსტად იცი იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რომ ამ ადამიანებმა მე იქ მესაუბრდნენ მათ შორის მითხრეს რა იყო მათი მოტივი მათ შორის მითხრეს თვითონ რა იცოდნენ რა იყო კაკულიების მოტივი როდესაც ეს მკვლელობა დაუკვეთეს მითხრეს რა ფინანსური სარგებელი შეიძლება ჰქონოდათ ამ საქმიდან ან რა სხვა სახის სარგებელი შეიძლება ჰქონოდათ აქ საუბარი არის რაღაც ხარჯის თანხაზე $10,000-ზე, გაქცევის თანხაზე $20,000-ზე და ასევე არა მატერიალურ სარგებელზე, რომელიც უკავშირდება და რომელიმე ევროპულ ქვეყანაში ეგრეთ წოდებულ შავ სამყაროსთან ახლო კომუნიკაციაზე და მათთან კავშირზე. და შესაბამისად მე მარტო ეს კი არ მომისმენია, იქ იყო ჩემი მოადგილეც და ჩვენ რაც ეს ყველაფერი მოვისმინეთ, მაშინ რომ დავურეკეთ მაღალი თანამდებობის პირებს. მათ შორის დაასახელა თამაზაშვილი, სულხან თამაზაშვილი, რომელიც ახლა არის აჭარაში და თავმჯდომარე არის, დაასახელა ასევე გელა ქურდაძე, დაასახელა კახა მურადაშვილი, დაასახელა სირაძე და აღნიშნა რომ ეს პიროვნებები მოვიდნენ იქ და მათაც ისევე მოისმინეს ეს ისტორია, როგორც მე მოვისმინე. და არ ვიცი, წარმოუდგენლად მიმაჩნია, როგორ შეიძლება სხვა სამმართველოში წაყვანილმა ადამიანებმა ან არის საუბრონ ამ ფაქტებზე, ან ისაუბრონ, მაგრამ საქმიდან იყოს ეს ორი პიროვნება გამქრალი. და აი აქედან დაიწყო უკვე ყველაფერი. აქედან დაიწყო უკვე ჩვენი სურვილი რომ გვესაუბრა, ჩვენი რა დიმიტრი ხვაჭიაშვილის სურვილი და მე მისი სახელით მესაუბრა მედიებში ან მის გარეთ რომ ამ ადამიანს უნდა რაღაცეების გარკვევა, მაგრამ რა თქმა უნდა ამას ვერ გავაკეთებდით, ვიდრე ეს არ იცოდი ზემოთ კვარაცხელიების ოჯახს, იმიტომ რომ ისედაც ამ ძიმე ისტორიის მერე კვარაცხელიების ოჯახისთვის ეს ისტორია არ უნდა გამხდარიყო პირველად ცნობილი მედიებიდან. და რაღაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩვენ ქალბატონ იზასთან გქონდა უშუალო კომუნიკაცია, რომელიც არ ვიცი, უდიდესი ადამიანი არის და ამ საკითხებს გავდიოდით. რა თქმა უნდა, კვარაცხელიების ოჯახს ჰქონდა კომუნიკაცია პროკურატურასთან, თუმცა არ ჰქონდათ მიწოდებული ეს ინფორმაცია, რომ ასეთი მოწმე არსებობდა ამ ისტორიას იხსენებდა. შესაბამისად, მას შემდგომ რაც უკვე მალევე ახსნად გამოაცხადა საჯაროდ პროკურატურამ ეს ამბავი, მე უკვე ჩვენ ვალდებულებიც ვიყავით, რომ გვეთქვა ეს და საზოგადოებისთვისაც და პროკურატურისთვისაც დაგვენახებინა, რომ საქმეს, რომელსაც ჩვენ გახსნად აცხადებ, მინიმუმ რამდენიმე წლის განმავლობაში მფარველობდნენ ადამიანები და შესაძლოა ეს ადამიანები იყვნენ და სახელები და გვარები ჩამოთვალა დიმიტრი ხვაჭიაშვილი. ხუთწელია საუბარი ხო ეს რამდენიმეც ადამიანს ხშირად რამდენიმეც რომ შეიძლება 2-3 თვეს 5 უკვე საკმაოდ დიდი ხანია. კი, თან თუ იმას გავითვალისწინებთ ჩვენ რომ ის მტკიცებულებები რომელიც პროკურატურამ აჩვენა არ არის წლების განმავლობაში მოპოვებული. ეს არის მტკიცებულებები რომლებიც დაახლოებით 10 დღის ვადაში უკვე პროკურატურას ჰქონდა. ნუ რაღაც ნაწილი რა თქმა უნდა მოგვიანებით მოიპოვა, მაგრამ მაქსიმუმი დრო ამის არის აი ნახევარი წელი. ანუ პროკურატურას ის მტკიცებულებები, რომელიც დღეს მიაჩნია გონივრული ეჭვს მიღმა სტანდარტად, ან მინიმუმ დასაბუთებულ ვარაუდად, რომ ბრალი წარუდგინონ ადამიანებს, ეს მტკიცებულებები წლების განმავლობაში ედო სადღაც, ედო თაროზე. უბრალოდ რა მინდა როგორ მოხდა, რომ ეს მტკიცებულებები ან ჩვენებებზეა საუბარი, გაქრა საქმიდან თუ პირობითად პროკურატურა მიიჩნია, რომ მის მაღალ სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა. ანუ პირობითად პროკურატურას არ აკმაყოფილებდა, ვთქვათ, ეს ჩვენებები, მაგრამ ვიღაც ბარიგას ჩვენება და სავსებით დამაკმაყოფილებლად მიიჩნიეს ხვაჭიაშვილის წინააღმდეგ, ეგ თუ არა ორი ამბავი არის. პირველი ის, რომ ნუ რა თქმა უნდა სტანდარტებზე საუბარი ახლა აბსურდია, იმიტომ რომ დღევანდელი ნუ პროკურატურა ყოველ შემთხვევაში უკვე დიდი ხანია რაღაც ამ სტანდარტებს ისე მიყვება, როგორც საქმეს სურს.
აი რა საქმესთან დაკავშირებით რა განწყობაც აქვს პროკურატურას სტანდარტიც იმის მიხედვით არის ან აიწევა, ან დაიწევა. ჩვენ ვხედავთ ახლას მიმდინარე საქმეებს, სადაც მინიმალური სტანდარტი არის იმისათვის, რომ ადამიანს არათუ ბრალი წარუდგინონ, საერთოდ დაუდასტურონ ის, მაგრამ ჩვენ თუ რაღაც დაგჭირდება და მივმართავთ პროკურატურას, აი დამიჯერეთ, შეიძლება 2-3 წელი დაგჭირდეთ იმისთვის, რომ ვიღაცას ბრალი მაინც წარუდგინონ, რატო სასამართლომდე გამოდის ახალი სტანდარტი. ეს ხო სტანდარტია, როცა გამიხარდება ისე, როცა ახალი სტანდარტი. ამიტომ აი ეგეთი მიდგომით იყო სავარაუდოდ ეს საქმეც, მაგრამ რაც შეეხება ნიკო კვარაცხელის ამბავს, მე არ მგონია, რომ იქ რაღაც სტანდარტის გამოიკავებდა პროკურატურა თავს. მე იქ მგონია და ნუ ამას ვხედავთ, რომ რეალურად ადამიანები, რომლებიც დააკავეს და ამ ადამიანებმა წყეთის განყოფილებაში მოყვნენ სრული ისტორია და მოყვნენ სახელებითა და გვარებით, ეს სახელები და გვარები გაქრა სამმართველოში მისულზე. როდესაც საქმე წავიდა უკვე აკოჭელიძესა და კავალაძესთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე სასამართლოში, იქ უკვე ეს პიროვნებები გულისხმობ ძმებს და ვინმე სხვა პიროვნებები, ვინც შეიძლება ასევე ყოფილიყო, საერთოდ აღარ არსებობდნენ. ჯორის ბუსა შეიძლება დაესახელებინათ ამ ადამიანებს ჩვენების დროს, მაგრამ საერთოდ არ არსებობს საქმეში ეს მასალა. ამიტომ აქ სტანდარტზე საუბარი, რომ აი ვიღაცის ჩვენება რამდენად სანდო იყო თუ არ იყო ან ასე შემდგომ, ან რამდენად სრულყოფილი იყო, ამაზე საუბარი არ არის ლოგიკური, იმიტომ რომ საერთოდ ეს ადამიანები არ არიან ამ ამბავში, ხსენებულებიც კი. და ამიტომ ჩნდება ეჭვი, რომ ვიღაცას ჰქონდა ინტერესი. ან თუ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ძმებს ჰქონდათ წარსულში არსებული ვერსიის გამო მიზანი ის, რომ მოეკლათ ნიკო კვარაცხელია და მათ ჰქონდათ კონკრეტული მოტივი, რომელიც გამომდინარეობდა მათი ოჯახიდან, არ ვიცი, კარგი გასაგებია. ეს შეიძლება მოცემულობადაც მივიღოთ, თუნდაც ის, რაც პროკურატურამ თქვა, მაგრამ რა მოტივი ჰქონდა პროკურატურას ან იმ მაღალი თანამდებობის პირებს, რომლებმაც აი ეს ყველაფერი დამალა და წყნეთის პოლიციიდან მეორე სამმართველომდე ძმები კაკულიები, მათ შორის ბუსაც და შესაძლოა სხვა პიროვნებებიც გააქროს საქმიდან და უმოტივო დანაშაული დატოვა. იმიტომ რომ ჩვენ თუ შევხედავთ ახლა ამ პიროვნებების გამოკლებით სისხლის სამართლის საქმეს, რა არის მოცემულობა? ფაქტი არის, რომ ადამიანი მოკლეს, ფაქტი არის, რომ ადამიანი სასტიკად მოკლეს და მოტივი არ არსებობს. ანუ მოტივი არ არსებობს საქმეში. თუ ძმებს ამოიღებ, მაშინ მოტივი არ არსებობს, მაშინ გამოდის, რომ ეს ჭელიძე და კავილაძე უბრალოდ ესე მივიდნენ, უცნობ მათთვის სრულიად უცნობ ადამიანს დაუდარაჯდნენ, იქ მოტივად რა იყო ნახსენ რაღაც გოგო თუ რაღაც რაც არაფრით არ ხო, ნუ ვერ დასტურდება ფაქტი არ არსებობს. ვერ დასტურდება და ნუ ან ფაქტობრივად მოტივი არ არის და მოტივის გარშე დანაშაულიც არ არსებობს. ყოველ დანაშაულს აქვს მოტივი. განსაკუთრებით, როდესაც ვსაუბრობ ჩვენ განზრახ დანაშაულზე. განზრახი დანაშაული არის ორი შემადგენლობის ობიექტური და სუბიექტური. ობიექტური გასაგებია რა განახორციელა პიროვნებამ და სუბიექტური ანუ რას ფიქრობდა ის და რა განზრახვა ჰქონდა, როდესაც ამას ან ფიქრობდა რომ განახორციელებინა, ან როცა ახორციელებდა იმ მომენტში და თუ ჩვენ ვსაუბრობთ ფაქტზე მარტო და ამის უკან ვერ ხვდებით რა მოტივი შეიძლება ამ ადამიანს ჰქონდეს, ესე იგი უნდა წახვიდე უკვე უფრო შორს, რომ ამას არ ჰქონდა მოტივი, მაგრამ სხვას ხომ არ ჰქონდა, რომლის გამოდაც ეს ადამიანი მოქმედებდა. და რეალურად, რასაც დიმიტრი ქვაჭელიშვილი ყვება, ამ პიროვნებების მკვლელების მოტივი იყო ის, რომ ამ საქმის განხორციელების შემდგომ ისინი ევროპაში იქნებოდნენ ქურდულ სამყაროსთან ახლოს, მაგრამ ვინც მათ დაუკვეთა მკვლელობა, მათ განსხვავებული მოტივი ჰქონდათ. ეს ორი გასაგებია. ნუ ყოველ შემთხვევაში რაც ამათმა იციან გასაგებია, მაგრამ ახლა მთავარია დასადგენია, ვინც ეს ყველაფერი დამალა ამ წლების განმავლობაში, იმათ რა მოტივი ჰქონდათ. რატომ უნდა დამალო დანაშაული განსაკუთრებით ასეთი მასშტაბის და განსაკუთრებით დანაშაული, რომელიც არ ვიცი, რატომაც არა პროკურატურას აუმაღლებდა ღირსებას, რომ აი მალევე გაიხსნა სრულად დანაშაული. რატომაც არა. რატომ უნდა გინდოდეს ამის დამალვა? ძალიან გახმაურებული საქმე იყო. დანაშაული არც თუ ისე მარტივი ყოველნაირად პერსპექტიული ბიჭი ჩაცხრეს შუა ვაკეში ხა მაგის გახსნაზე უფრო ესეთი ხო მნიშვნელოვანი ნაბიჯი რა უნდა გაეკეთებინა პროკურატურას იმ დროს არც არაფერი ხო შესაბამისად აი ეს მოტივი ახლა აი ეს უნდა გაირკვეს ახლა რომ აი რატომ არ გაიხსნა სისხლის სამართლის საქმე ამდენი ხნის განმავლობაში და რატომ მაგალითად რამდენიმე კვირის წინ რატომ გაიხსნა ახლა ხო რამდენიმე კვირის წინ რეალურად ახლა
აი პროკურატურა კვარცხელიას ოჯახის და ქალბატონი იზას აქტიურობის გარდა აქ კიდე ერთი დამთხევა ჭყალების დამთხევა შემოდის ოთარ ფარცხალაძის ისევ და ისევ გავლენების დაკარგვა. ხო, არასასურველ პიროვნებად გამოცხადება. ხო, უკვე ანუ ადამიანი რომელზეც იყო ყველანაირი ფაქტობრივი და ასე შემდეგ ინფორმაცია იქ არც თუ სახელმწამოსაგროვი პიროვნება იყო იგივე ლევან ყიფიანიც. კი. ხო, ანუ ქართული ფეხბურთის ლეგენდის შვილი, სპორტის ყოფილი მინისტრი, ქართული ოცნებიდან და ნუ სარდაფში წაიყვანა ცემა, ხო, მისვე ჩვენებებით. ხო. იყო ასევე ქვეყნის მთავარი აუდიტორის ცემის ფაქტი. ხო? ესეც ჩაიფარცხა მთელი ეს ჟურნალისტური გამოძიებები, როგორ გამდიდრდა ფარცხალზე დროის ძალიან მოკლე პერიოდში და ასე შემდეგ და უცრად, ისევ საიდანღაც ყოველს აეხილა თვალები, რა ხდება, ხო? ბუნებრივია ეგ კითხებს იწვევს, ეგ რაც უნდა ჩაით იყოს ქვეყანა დახურული, თავში ხო არ გიდევს ადამიანს ჩალა, ხო? ძალოვნებურად ფიქრდები ამ ყველაფერს. საკუთარ სამზარეულოში მაინც და ანუ ნუ ძალოვნებურად ავლებ რა ხაზებს ერთი მოვლენიდან მეორე მოვლენამდე. ანუ რა ხდება აი ამ კონტექსტში შეგვიძლია დავისაუბროთ. სწორად აღნიშნეთ, რომ აი აქ ორი რამ არის ძირითადი, რამაც შეიძლება განაპირობა, რომ 5 წლის მერე იგივე მტკიცებულებებით გაიხსნა სისხლის სამართლის საქმე. პირველი ეს არის დედის უფრო მეტად გააქტიურება ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით გიგავალიანის საქმის და ქალბატონი ეკას მიერ დიდი ძალისხმევის შედეგად მიღწეული შედეგის შემდეგ ნიკო კვარცხელიას დედამაც იგივე რაღაცა თქვა, ამ სიტყვით შეიძლება არ მახსოვს, მაგრამ თქვა, რომ აქ მხოლოდ ხმაურით თუ აღწევენ შვილი დედების შედეგს და მოდი მეც ვიხმავ ქუჩით თუ აღწევენ, მოდი მეც გამოდივარ ქუჩაში. ეს თქვა ქალბატონმა იზამ და აქედან 2 დღეში უეცრად გაიხსნა საქმე. ხო, რეალურად ქალბატონი იზას ახლა ბრძოლა არ შეუწყდავს არასდროს, რა თქმა უნდა და ეს არის ტრაგედია, რომელიც ამ წლების განმავლობაში მუდმივად ყოველდღიურად და იმ საქმეს ყოველდღიურად ემატებოდა რაღაც ოჯახის მხრიდან, მაგრამ რაღაც ეტაპზე ქალბატონმა იზამას უკვე მიხვდა ამ ფაქტის შემდგომას, რაც ავალიანების ოჯახს დაემართა, რომ თურმე შენ თუ გინდა რომ სიმართლეს მიაღწიო, სამართალი იპოვო, უნდა გახვიდე ქუჩაში და უნდა დაგიდგეს ძალიან ბევრი ადამიანი გვერდით. ავალიანების ოჯახიც ხო, აი რომ არა ეს აქტიურობა ალბათ ის მკვლობას დარჩებოდა გაუხსენი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. დარჩებოდა განყოფილებაში რაიონებში. დღესაც ჯერ არ არის ეს. ეგ ჩვენი ცხოვრების ტრაგედია, რომ აი უნდა შეიყარო და ქვეყანა უნდა მოყარო. კი და რეალურად რა გააკეთა პროკურატურამ, ხო? პროკურატურა არის ახლა და იყო ყოველ შემთხვევაში ორ უკიდურესობას შორის. ერთი ის რომ მას ემუქრება ძალიან დიდი მასშტაბის პროტესტი, რასაც ნუ რა თქმა უნდა შეუერთებოდა ძალიან ბევრი ადამიანი, ეს ერთი და ეს უნდა აიტანო და უნდა თქვა რომ საქმეს ვერ ვიძიებ და მეორე უნდა გამოიძიო ახლა საქმე, მაგრამ გაჭედილი ხარ, იმიტომ რომ უნდა თქვა რომ 5 წელი რატომ ვერ იძიებდი ამ საქმეს. ანუ არც ერთი ვარიანტი არ არის შეთთვის ხელსაყრელი. იმიტომ რომ უნდა აჩვენო მოქმედობა, ან უნდა აჩვენო ის რომ ამდენი ხნის განმავლობაში შეგეძლო და არ გამოიძიე. მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში აირჩიეს ეს გზა, რომ მოდი არ გვინდა პროტესტი, მოდი არ გვინდა ოჯახების კიდევ უფრო გამწარება, არ გვინდა რომ კიდევ უფრო დიდი უსამართლობა ვანახოთ საზოგადოებას და ამან კიდევ უფრო დიდი მუხტი გამოიწვიოს საზოგადოებაში უსამართლობის და მოდი გავხსნათ დანაშაული და ვთქვათ, რომ დანაშაული ახლა გაიხსნა და წლების განმავლობაში თუ იყო გაუხსნელი, ეს ჩვენი ბრალი არ არის. იქ ვიღაც არ იძიებდა ამას. ეგ გააკეთა რეალურად პროკურატურამ და ჩვენ ახლა რომ ლოგიკურად ამასაც რომ გავყვეთ და პროკურატურასთან ერთად გავყვეთ ამ პროცესებს, იმიტომ რომ დაზრალებული ოჯახი და დაზრალებული მხარდამჭერი პიროვნებები ყოველთვის პროკურატურასთან ასოცირდება, იმიტომ რომ ერთი მხარია. ასეთ დროს რა თქმა უნდა მიგდის უკვე ისრები იქით, ვინ იყო მაშინ ეს ადამიანი, ვინც ამ ყველაფერს ხელს აფარებდა. და მიდიხარ იმ ჩამონათვალთან, რომელიც უკვე ჩამოვთვალეთ და მიდიხარ სავარაუდოდ იმ პიროვნებასთან, რომელიც დგას არაერთი სისხლის სამართლის საქმის სათავეში, ოთარ ფარცხალაძესთან. განსაკუთრებით გავიხსენებ დიმიტრი ქვაჭელიშვილის გახსენებულ ისტორიას, რომ
თამაზაშვილი, როდესაც გავიდა გვერდით ოთახში, ის მამის სახელით ანზორიჩით მიმართავდა ერთ-ერთ პიროვნებას და სავარაუდოდ ეს პიროვნება შეიძლება იყოს ოთარ ფარცხალაძე. რა თქმა უნდა, ეს დანამდვილებით ამას ვერ ვიტყვით, მინიმუმ მაინც უდანაშაულობის პრეზუმპციას დაარღვევს, მაგრამ რა თქმა უნდა, პროკურატურას ამის გამოძიების უდიდესი ბერკეტი აქვს და თუ დღეს მართლაც აქვს ნება პროკურატურას, რომ ეს ყველაფერი გამოიძიოს, ყველაფერი ხელის გულზე უდევს. ანზორის ძეს ნიშნავს და რამდენი ანზორის ძე შეიძლება იყოს საქართველოში, რომელსაც მაღალ თანამდებობაზე მყოფი პირი ჩააბარებდა ანგარიშს და მოწიწებით მიმართავდა. მაგასაც რო თავი დავანებოთ ახლა საზოგადოებამაც რო არის ფიქრობს, ახლა სახელით უნდა გავყვეს პროკურატურა და ასე იპოვოს რამდენი ანზორიჩი არის და რამდენი მაღალ თანამდებობაზე პირი. ძალიან მარტივი, ვინც ესაუბრებოდა იმ მომენტში რა ტელეფონის ნომერსაც იყენებდა, იქიდან იმ დღეს რა აზარებიც არის განხორციელებული და თუ რომელიმე ზარი ინტერნეტ ტრაფიკიდან ამოვარდება, რომ იქ არის განხორციელებული ოთარ ფარცხალაძესთან ან იმ პირთან, რომელიც მასთან არის დაკავშირებული. ასეთ რეალობაში უკვე დადგენილია, ვინ იყო რეალურად ამ პიროვნებასთან კავშირზე მყოფი. მაგას გულისხმობდი. ხო, უფრო რომ განმარტო ვერ ამოიღებს საქართველოში, მაგრამ ტელეფონის ზარი და უკვე ანზორისზე ორი ისეთ რაღაცას გაძლევს, რომლიდანაც გადიხარ. მაინც ჩდება ის, რომ აი ანზორი ძალიან ბევრი შეიძლება იყოს, მაგრამ სატელეფონო ზარი, რომელსაც შენ ახორციელებ ვიღაცასთან, ვის მამასაც ანზორი ერქვა, იმ საღამოს ეგ უკვე სხვა რამეა რა. ეგ ბუნებრივია, რომ ძალიან ადვილად მიგნებადია, მოდი ესე ვთქვათ რა. ახლა დაიწყო რეალურად გამოძიებისთვის ახალი ეტაპი და ვადის ახალი ათვლა, იმიტომ რომ მათთვის ეს დეტალები ივარაუდება, რომ ცნობილი არ იყო. ახლა ეს ყველაფერი ცნობილი არის, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე აი პარასკევიდან, იმიტომ რომ პარასკევს მისცა ჩვენება დიმიტრი ხვაჭრიშვილმა იმას გამოძიებას და უშუალოდ იმ გამოძიებას, ვინც ნიკო კვარაცხელიას საქმეს იძიებდა. შაბათს უკვე ეს არაერთი მედია სივრციდან გახდა საჯარო და აი აქედან უკვე იწყება გამოძიებისთვის ახალი როგორ ვთქვა, აი დედლაინის ათვლა, რომ აი რამდენ ხანში ამ ფაქტებზე ექნება რეაგირება. აი აქედან გამოჩნდება უკვე რეალურად წარსულში აფარებდა ვინმე დანაშაულს ხელს და არიძიებდა და ისინი უმოქმედოები იყვნენ. თუ დღეს ვიღაცა სურს, რომ კი ნამდვილად სამართალი უნდა დაუბრუნდეთ ამ ოჯახს და არა მარტო ამ ოჯახს, ეს არის უბრალოდ მაგალითი, თორემ ანალოგიურ უსამართლობაში შეიძლება ათეულობით და ათასობით ადამიანი იყოს დღეს საქართველოში. ხო, ნუ მაგალითად იმ ხრივაცაა, რომ წარმოიდგინე ეს ყველაფერი ინფორმაცია, რაც გამოდის, ხო, 5 წელი გავიდა და არც კი უთქვამთ რა ახალი გარემოებები აღმოჩნდა, საიდან აღმოჩნდა ეს ყველაფერი უეცრად საქმის მასალებში, ან საიდან აღმოჩნდა ვიდეოკამერის ჩვენებები, 5 წლის მერე გაახსენა და რა ახალი გარემოებები აღმოჩნდა საქმეში და როგორ აღმოჩნდა ეს გარემოებები, ან ხო არსებობს მტკიცებულებათა დამაგრება. აი როგორ დამაგრდა პირობითად ეს ყველაფერი მტკიცებულებებად. მარტო მტკიცებულებების დამაგრების ამბავიც არ არის, მან მთავარი საკითხი არის, შენ როდესაც ამ მტკიცებულებებს აგროვებ და სისხლის სამართლის საქმეში დებ, რატომ გვაქვს ჩვენ სხვადასხვა სტანდარტი სისხლის სამართალში? იმიტომ რომ თავიდან იწყებ რაღაცა მცირე მტკიცებულებებით, მერე ეს ბევრდება, მერე ემატება მტკიცებულებები და უკვე ერთიანობაში ქმნის იმ სტანდარტს, რაც არის საჭირო. ბრალის წარდგენისთვის, წინა სასამართლოს ხლომიდან არსებიზე გადასასვლელად და ბოლოს უკვე განაჩენისთვის. აი ეს ვერ გვანახა პროკურატურამ, ყოველ შემთხვევაში საზოგადოებას ვერ ანახა, რომ რა შეიცვალა, აი რა 3 წლის წინ არ იყო იგივე გარემოებები, რამე მე-4 წელს დაემატა, რამე ახალი, ან თუნდაც მე-4-ესაც დავანებოთ. აი 1 თვის წინ რამე ისეთი მოხდა ამ საქმეში, რამაც გადაატრიალა ეს საქმე და შეცვალა გარემოებები და აი ამის გამო გაიხსნა ახლა დანაშაული. აი ეს ვერ აჩვენა და ამის ვერ ჩვენება საზოგადოებისთვის არის ნათელი მაგალითი ზუსტად არაეფექტური გამოძიების და აი უბრალოდ რა ის ცნობილი ფრაზა რაც გვაქვს, თაროზე შემოდებული საქმე და ნიკო კვარაცხელიას კლობა ნამდვილად არ არის ის დანაშაული, რომელიც თაროზე შეიძლება ვინმე შემოდოს, იმიტომ რომ ბოლო პერიოდშიც არაერთხელ მოვისმინე მეც და მეც ამ აზრს ვემხრობი, რომ აი გირგულიანის საქმეს არაფრით არ ჩამოუვარდება თუ არა არის მეტი ნიკო კვარაცხელიას კლუბის საქმე. თავისი მნიშვნელობიდან, რომელიც აი მთლიანად სისტემის უმოქმედობას აშიშვლებს და მთლიანად სისტემას დაანახებს საზოგადოებას, რომ თუ შენ არ იბრძვი როგორც მოქალაქე და პროტესტს არ მიმართავ, არ ხმაურობ, შენ ხალხი მხარს არ გიჭერს და ასე შემდგომ, შენი საქმე ნებისმიერი განწერულია უსამართლობისთვის. ეგ არის რეალური სურათი დღეს მართლმსაჯულების. ხო, ნუ
იქიდან გამომდინარე, რაც შენ თქვი და რაც ბატონმა დიმიტრიმ შენ დაცვის ქვეშ ყოფმა თქვა, ხო, ახლა ბუნებრივია, რომ უამრავი კითხვის ნიშანი ჩნდება. ასევე ეხლა როგორ დაემთხვა მართლა ყველაფერი, როდესაც ამ ადამიანმა წონა დაკარგა. ხო? წარმოიდგინე, ჩვენ წინა გადაცემებში და ბუნებრივია, ახლა ძალიან ხშირად ვახსენებთ ამ გვარს რა. ამ ადამიანისთვის ეროვნულმა ბანკმა მთელი წესები შეცვალა. ხო. ანუ მაშინ კობახიძე არ მახსოვს პარლამენტის თავმჯდომარე იყო თუ არა, მაგრამ პრაქტიკულად დატუქსა მაშინდელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, დღეს უკვე პრეზიდენტი თურნავა, ხო, როგორ გაბედა და სანქციები ამოქმედა ამ ადამიანის წინააღმდეგ. ანუ ამ ადამიანისთვის აი სასტორის ერთ პინაზე შეაგდეს ძალიან ქართული საბანკო სისტემა. ნახევარ საათში თუ რაც ამ დროის ძალიან მოკლე პერიოდში გადააფორმებინეს ყველაფერი იუსტიციის სახლის ანუ იუსტიციის სისტემის მეშვეობით, ანუ მთელი ქვეყანა ყურებზე დადგა, არ ვაჭარბებ, მთელი ქვეყნის სისტემა დადგა ყურებზე, იმისთვის რომ ამ ადამიანს მაქსიმალურად კომფორტულად ეგზნო თავი, გაეტანა თავისი ფული თუ სხვა რამ დოვლათი გადაეფორმებინა და ასე შემდეგ რა, ყველაფერი ეს მოეწესრიგებინა. ხო? და ამ დროს ჩვენ ხედავთ რომ რაღაც შუმკვდარი დედები ელემენტარულ სამართლიანობას ითხოვენ, სხვისას ვაფსაით ხო? ხო? და ნუ ბუნებრივია რომ ეს კითხვები ჩდება და ეს გვარები ჟღერდება რა და ისევ და ისევ რომ დაუბრუნდა ამ გავლენის დაკარგვას რა. როგორც კი გამოცხადდა რომ ფარცხალაძე არის რაღაც ყოფილი გენპროკურორი, ეს მაგას ხო აი ნუ ეხუმრები მოკლედ ეგეთ რაღაცას რომ ქვეყნის ყოფილი გენპროკურორი იშვიათი მაგალითი თუ იქნება რომ ქვეყნის ყოფილი გენპროკურორი ბრალდებულია შეკვეთა მკვლელობაში. აი წარმოვიდგინე რაღაცა. და არა მარტო. ხო? მაგრამ აი მერე უეცად ჩდება რომ უიკაცო ეს ვინ ყოფილა. ხო? უეცად გახსნა. ასეთ დროს უფრო ფართოდ რო შეხედვა ამ ყველაფერს ერთი არის რომ აქ ჩანს უმოქმედობა ზოგადად კონკრეტული პიროვნებების მისამართით და რამდენად შეიძლება ვიღაცების გავლენა იყოს მთავარი მოტივი უსამართლობის და მეორე სახელმწიფოში რამდენად დაუცველი ხარ. იმიტომ რომ თუ ადამიანი უკვეთავს ვიღაცის მკვლელობას და ამას ვერ ააშკარავებს. თუ ვიღაცას აქვს, რა ვიცი, ფულის გათეთრების და უკანონოდ კეთების მთელი საბადო და ამას ვერ ხედავ. თუ ეს ადამიანი იარაღებს ისე აფორმებს ერთი დარეკვით, რომ ამას ვერ აკონტროლებ. ეს რაც ვიცით მარტო. თუ ადამიანი ვიღაცა მკვლელს ისე ჩახსნის საქმიდან, რომ წარმოდგენაც არ გაქვს საერთოდ. როგორ შეიძლება მე ან თქვენ რიგით მოქალაქეს გქონდეს ის განცდა, რომ ჩვენ ვართ დაცულები. ან როგორ შეიძლება ჩვენ გქონდეს სახელმწიფოს მიმართ, როგორც ინსტიტუტის მიმართ ნდობა, რომ აი ხვალ რომ რაღაც დამჭირდეს, სახელმწიფო დამიწია, როგორ უნდა დაგიცვას, ან ღამე რომ გადიხარ გარეთ, აი როგორ უნდა ვიფიქრო, რომ ადამიანი რომელსაც მართლა შინაგანად აქვს ის განზრახვა, რომ რაღაცა ბოროტება ჩაიდინოს, როცა ვიღაცას რამე დაუშაოს. მე რიგით მოქალაქეს როგორ უნდა მქონდეს ის განცდა, რომ ეს ადამიანი ფიქრობს, რომ აი ხვალ მე პასუხს მომთხოვენ. არავინ არ მოთხოვს პასუხს. იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცამ დარეკოს და თქვას, რომ ამ ადამიანს ჩვენებაში ეს უწერია, მოდი ჩვენება ხა დაგუჭეთ. გადააგდეთ და თავიდან დაწეროს ამ პიროვნებების სახელების და გვარების გარეშე. ეგ ხდება რეალურად და ასეთ დროს ადამიანების ჯანმრთელობა, სიცოცხლე და რა ვიცი, უამრავი დრო ეწირება, გადის ხალხი ქუჩაში, რაც დღეს ხდება და ქუჩაში ცდილობს იპოვოს სამართალი და იმ რეალობაში, სადაც ჩვენ პროკურატურა, სასამართლო უნდა გიცავდეს უსამართლობისგან, ყველაზე დიდი უსამართლობის შემოქმედი არის თავად პროკურატურა და თავად სასამართლო. ამ რეალობაში გვიწევს დღეს ცხოვრება. კი ბატონო, მესმის. არც მაქვს, არც უსაფრთხოების განცდა სიმართლე გითხრა და არც დიდად ნდობა არ მაქვს რა. ანუ ვერ ვიტყვი რომ ამით რამე უცნაურს ვამბობ ან ჩვენ მსმენელს. რიგითი განცდა უკვე სამწუხაროდ, რიგითი განცდა ყველა მოქალაქის და მათ შორის როცა ვიცი, საინფორმაციოსაც რომ გადახედო ყოველ დღე მინიმუმ რაღაც მინიმალური არსებობს რა მინიმუმის დოზის ნეგატივი უნდა მიიღო, იმიტომ რომ ეს ხდება ირგვლივ. მკვლელობები, ვიღაცის გაუპატიურება, ვიღაცის, რა ვიცი, სახლი გაქურდეს, სადღაც მაღაზიები გატეხეს, ანუ უმაღლეს დონეზე კრიმინალის ზრდა.
კი ახლა რაღაც ბოლო პერიოდში არის რომ სხვადასხვა მიმართულებით გვანახებენ რომ არა, უნდა ბოლო პერიოდში ახლა უნდა შეგაწყობინო, ბოლო პერიოდში მაგალითად ერთ მიმართულებას გეტყვი, ორ მიმართულებას გეტყვი, სადაც მიმდინარეობს ბრძოლა ორი სახეობის კრიმინალთან, ნარკოტიკებთან და კორუფციასთან, მაგრამ ქურდული მოდი მესამეზე გადაიწეს, მაგრამ ნარკოტიკებთან და კორუფციასთან ბრძოლა რომ მიმდინარეობს, მე მხოლოდ ერთი კითხვა მიჩნდება, სად იყავით აქამდე? ხო. წალეკილი აქვს სამწუხაროდ ჩვენი ქვეყანა ნარკოტიკებს, ჰქონდა წალეკილი, უამრავი შემთხვევა იყო ფენტანილით ზე დოზირების და ახალგაზრდების გარდაცვალების და უეცრად ამ წელს დაიწყო ბრძოლა, ეს ასე არ ხდება. ასე არ ხდება კორუფციასთან, ცა 5 წელი რო ჟურნალისტები იძახიან და მე შენ უბრალოდ ჟურნალისტურა კადრებს რო აიღებ პრაქტიკულად და იმით რო ასამართლებ რომეო მიქაუტაძეს პირობითად. რა? მეცაც გეტყვით. ხო, ეგრე არ ხდება. ეგა ჩვენს კითხვებს. მეცაც გეტყვით, მე პარალელურად ტელეკომპანია პირველი იურისტიც ვარ და არაერთი ცილისწამების დავა გქონია. ცილისწამების დავა, სადაც მაგალითად გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით დაობს პიროვნება საჯარო მოხელი, რა თქმა უნდა, რომ ღირსებაზე შემეხო არ არსებობს ფაქტი ამის დაბადასრობელი, არ არსებობს ეჭვიც კი ამ ყველაფრის და რასაკეთებს სასამართლო პირველ ინსტანციას აგებ, მეორე ინსტანციას აგებ, მესამე ინსტანციას აგებ. და გადის, შენ რა თქმა უნდა ამას უარყოფ, სანქციებიც ეკისრება 10,000-ობით ლარი და ერთ წელში იგებ, რომ ეს ადამიანი ზუსტად იმას ჩადიოდა, რასაც მედიები საუბრობდნენ. მათ შორის ილუაშვილის კოლცენტრების ამბავი, ხო, იყო კრიტიკული მედია, რომელმაც სამივე ინსტანცია წააგო ამ საკითხთან დაკავშირებით. სამივე ინსტანცია და სასამართლო დაჟინებით ამბობდა, რომ არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს იმის, რომ ეჭვი მაინც არსებობდეს ამ კონცენტრებთან დაკავშირებით და ამავდროულად ამბობდა, რომ აი არც ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით არც ბრალდებული სტატუსი აქვს პიროვნებას და არც დაკითხული არის, ან გამოკითხული ის. მინდა კითხავდა. რა თქმა უნდა, ხო? და გადის 1 წელი, 2 წელი და ზუსტად ის სიუჟეტი, რომელიც სადავო იყო, საქმეში მტკიცებულებად დევს. კი ბატონო. ეს ადასტურებს და ამბობს ყველაფერს. ამიტომაც არის სოციალისტების დავებს კრიტიკული მედიას საერთოდ ვერ იგებს ვერასდროს, მაგრამ მოგების ტოლფასია, როცა გადის პერიოდი და ათელია უკვე და შენი სიუჟეტი უკვე მტკიცებულებად დევს იმ ადამიანის საქმეში, რომელმაც რეალურად ეს თავის მტკიცებულებად გამოიყენა სასამართლოში წლების წინ. ფაქტობრივად ეგრე მოხდა კი ყველაფერი. თორნიკე, შენთან მაქვს როგორი კითხვა, რომ ანუ რა შენი ვარაუდით ბუნებრივია, რა შეიძლება ყოფილიყო ფარცხალდის ან რა შემთხვევაში შეიძლება ქონდა ფარცხალდეს და რა შეიძლება ყოფილიყო მისი დაინტერესო მოტივი, ან ფარველობა იყო კვარაცხელიას საქმეში თუ რა ხდება? მეცა ძალიან რთული არის ზოგადად ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, იმიტომ რომ მტკიცებულებები, რომლებიც არსებობს საქმეში, რეალურად ამ ადამიანებს საერთოდ არ უკავშირდება. ამიტომ ჩვენ ვსაუბრობთ ახლა ჩვენებებზე, რომლებიც ახლა ამ ბოლო პერიოდში გამოჩნდა და ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელიც სავარაუდოდ არის ოთარ ფარცხალაძე. ამიტომ დანამდვილებით რამის თქმა ცოტა რთულია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ბოლო პერიოდს და თუ გავითვალისწინებთ იმ არაერთ დანაშაულს, რომელშიც ფარცხალაძე არის ბრალდებული, რა თქმა უნდა, შენ გიჩნდება გონივრული ეჭვი, რომ შეიძლება ამ საქმეშიც ეს ადამიანი იყოს. ასევე თუ გავყვებით დიმიტრი ქვაჭელიშვილის ჩვენებას, სადაც ის ამბობს, რომ მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ კავშირზე ოთარ ფარცხალაძესთან, ეს ნიშნავს, რომ რაღაც დოზით ოთარ ფარცხალაძე ან ნიკოს საქმეში იყო გარეული, ან ნიკოს საქმეშიც იყო ამავდროულად მეთვალყური. აქ ჩნდება შემდგომ ასეთი ვარაუდი, რომ რადგან ყოველ შემთხვევაში მე ეგეთი ვარაუდი მიჩნდება. რადგან ეხება კონკრეტულ პიროვნებებს, სახელებსა და გვარებს და რადგან ეს ადამიანები შემდგომ ქრებიან უბრალოდ, აქ მე მიჩნდება ვარაუდი, რომ ოთარ ფარცხალაძე სხვადასხვა საქმეში, მათ შორის ნიკო კვარაცხელიას საქმეში შესაძლოა პირადად მფარველობდა იმ შავი სამყაროს წარმომადგენლებს, რომლებიც სხვა დროს შეიძლება სხვა დანაშაულებშიც იყვნენ მხილებულები, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ არ ვიცოდეთ ეს დეტალები. ერთადერთი ვარიანტი ჯერჯერობით, რაც მე მაქვს, არის ეს, მაგრამ ეს არის ჩემი სუბიექტური შეხედულება.
თუ მტკიცებულებებით რაღაც განსხვავებული დადასტურდება, ან რაღაც გარემოება მაინც გამოიკვეთება, რომელიც მინიმუმ ამ მოსაზრების განვრცობას მაინც შეუწყობს ხელს, ეს უკვე გამოძიება უნდა გვაჩვენოს ჩვენ. ხო, ნუ ამ ადამიანის გავლენებიდან, წარსული გავლენებიდან გამომდინარე, ისაც შენ ამბობ, სავსებით ლოგიკურია ვერ გამორიცხავ რა. ანუ პრაქტიკულად მე მსგავს რაღაცას ვერ ვიხსენებ, ან რომ ერთი ადამიანის გამო ეროვნული ბანკის პოლიტიკა შეცვლილიყო და ქვეყნის საბანკო სისტემა დამდგარიყო დარტყმის ქვეშ. ამას სულ გავიმეორებ ამ გადაცემაშიც და შემდგომაც, იმიტომ რომ ეს იყო სამწუხაროდ ხა როგორ უნდა ვთქვა, სიტყვა უნიკალური, მაგრამ გამორჩეული და უნიკალური შემთხვევა რა. და ხა აქედან გამომდინარე დაუშვა ვარაუდი რომ ამ საქმეზე რამე გავლენა შეიძლება ქონოდა ან შემხელობა ქონდა, ნუ ვერ გამორიცხავ. ნუ თან პარალელურად როცა მიმდინარე საქმეები არსებობს, სადაც მე ვხედავ რომ მართლაც ამ ადამიანის სახელით და გვარის გამო არიან ადამიანის ტყვეობაში და ეს არ ეხება რაღაც 1-2 წელს და 3-15 უმაღლესი სასჯელით არის ადამიანის ტყვეობაში. ნუ ეს რაღაცნაირად მტკიცებულებების გარეშედაც რაღაცას ვარაუდის. წელი ახლა შერვა 15 წელი რამდენიმე საქმე იყო პედოფილიაში ბრალდებულებს არ აქვს 15 წელი აი ნახეთ რომ უკეთ აი მაყურებლის გასაგები 15 წელს ვის უსჭიან აი უკეთ რომ იყოს გასაგები საზოგადოებისთვის დიმიტრი ქვაჭრელიშვილს უმაღლესი სასჯელი აქვს უფლებამოსილების გადამეტების ნაწილში და უმაღლესი სასჯელი აქვს ქრთამის ნაწილში. ანუ ადამიანს რომელსაც რამდენი სიკეთე აქვს არაერთი ადამიანისთვის გაკეთებული, გამსახურდიას დროიდან მუშაობდა მინიმუმ და აი ამის გამო ფორმალურად მაინც თვე მაინც უნდა მოაკლო ფორმალურად. თუ ეს მართლა არ არის ის ადამიანის ორგანიზება, რაზეც ჩვენ საუბრობთ. და პარალელურად რო შეხედო ახლა იმ კითხვას, რაც თქვენ დამისვით. აი ვის უსჯიან 15 წელს? რა დამშაულია? მე რასაც ვიხსენე ბოლო პერიოდში კვლელებსაც კი 15 წელს არ აძლევენ. ნუ რამდენიმე გამონაკლისის გარდა თუ არ გავითვალისწინებთ რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც კვლელები 7-8 წლის მერე გამოუშვეს და მე მეორე მკვლელობა ჩაიდინეს და მე მიუსაჯეს უკვე უელო. კი, მათ შორის არ ვიცი, აი ტერორიზმის მუხლზეც კი საქართველოში დაახლოებით საშუალოდ 10-12 წელი არის, რასაც უსჯიან ადამიანებს. რა მასშტაბის დანაშაულზე არის საუბარი, თუ ეს დაუმტკიცდება ადამიანს გვესმის, ხო? 10-12 წელი. შესაბამისად 15 წელი ქრთამის გამო $3,500 ფაქტიც რომ ყოფილიყო, თუნდაც ფაქტი ყოფილიყო ასეთი იმ რეალობაშიც კი $3,500-ზე? კი, $3,500-ზე არის საუბარი, რომლის არც მოტივია დადგენილი, არც თანხა არის ამოღებული. ღარიბაშვილს ამდენი აღმოუჩინეს ქეში? ცოტათი მეტი. სულ რაღაც 6 მილიონი. ცოტათი მეტი. ნუ ესე იგი ქვაჭრელიშვილს ამოუგდია ეს ქვეყანა რა და არ გწოდნიან ჩვენ. ეგრე გამოდის. თორემ მადლობა აქ მოსვლისათვის და ინტერვიუსთვის თუ გინდათ გადაცემის ბოლოს გამერო თქვათ მაინც. პირველ რიგში მადლობა თქვენ, იმიტომ რომ ყოველთვის ვამბობ, რომ ეს სოციალური სივრცეები ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული, იმიტომ რომ ჩაგედილია სასამართლოც, ჩაგედილია ყველაფერი და აი ერთადერთი გზა ამ ისტორიების მოსასმენად არის მსგავსი პლატფორმები. და რაც მინდა ვთქვა, არ აქვს მნიშვნელობა ეს რამდენ თვეში იქნება, რამდენ წელში იქნება, ვხედავთ რომ სამართლიანობისთვის ბრძოლას შედეგი მაინც მოყვება. შეიძლება ადრე, შეიძლება გვიან. ამიტომ ნებისმიერ ადამიანმა, რომელიც დღეს მიიჩნევს, რომ ის არის უსამართლობის მსხვერპლი, არ უნდა დაკარგოს იმედი და უნდა იბრძოლოს. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ეს იყო გადაცემა აპოლიტიკური კოდი პლატფორმაზე. მისმინე, გამოიწერეთ ჩვენი არხი YouTube-ზე და გამოგვყავით სოციალურ ქსელებში. მადლობა.